დღეს სამართალდამცავებმა რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაქცეული პატიმარი გაგი ხვედელიძე დააკავეს. სოდის თანამშრომლებმა ხელბორკილი მასთან ერთად კონსპირაციულ ბინაში მყოფ კიდევ ორ პირს დაადეს. კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს. მისი ადვოკატის განცხადებით ეს ფაქტი სამართალდამცავების დაგეგმილი იყო, რადგან მათ სტრასბურგის სასამართლო სუნი იგრძნეს. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილის საქმე ევროსასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო და სულ მალე მისი არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს. ამიტომ საეჭვოდ გამოიყურება სწორედ ახლა მისი ყოფილი თანამშრომლის საავადმყოფოდან გაქცევის სურათი. სტრასბურგის სუნთან დაკავშირებულ საეჭვო დეტალებს ნათია მიქიაშვილი არკვევდა. ეს იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავდა ჩემს ფსიქოლოგიურ და მორალურ გატეხვას, რადგან მივცეს სრუჩვენება სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ. Გაგი ხვედელიძე სასამართლოები ვიყავი 10,000 ლერის გაფრანგვის წელი მქონდა გოში. გავიქეცი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გვიან ღამით. გაგი ხვედელიძემ მისი ხელით დაწერილი ეს ჩვენება ადვოკატს მოდულის შენობიდან გამოატანა, თუმცა როგორც ირკვევა ხვედელიძის მორალური მდგრადობა შერყეულია და ის თავისუფლების სანაცვლოდ მზად არის იცრუოს. მანვე განაცხადა თუ ესე გამოძიება მას შესთავაზებს საერთოდ თავისუფლების პატიმრობიდან განთავისუფლება, მაშინ ის სულხან მოლაშვილზე ამ განცხადებას გააკეთებს, ვითომ და სულხან მოლაშვილი იყო ყველაფერ ამ საქმის უკან. განაცხადა რომ ვიცრუებ, იმიტომ სხვა გამოსავალი არ მაქვს, საჟელი ძალიან მაღალია და შემდეგ გავალ და გარედან მოვეხმარები სულხან მოლაშვილს. შეუვარდა სამუშაო კაბინეტში შემოაღნიშნულ ექიმს, მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდგომ უკვე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბაჩუ ახალაიამ სულხან მოლაშვილი ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის ცემაში დაადანაშაულა. მოტივად კი ახალაიამ ის დაასახელა, რომ მოლაშვილის მეგობარი და კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი გაგი ხვედელიძე მისი მკურნალი ექიმის ჯურხა ფილაურის დასკვნის საფუძველზე რეზბალინსიდან ისევ ციხეზე უნდა გადაეყვანათ. ბაჩუ ახალაიას თქმით, მოლაშვილი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა და ჟურნალისტებისთვის გამართულ რიგით პირველ ბრიფინგზე ახალაიამ დააკონკრეტა, რომ გაგი ხვედელიძე მკურნალობას აღარ საჭიროებდა. სულად ჩემთვის მოულოდნელად შემოbrunდა და გამართლა სახეში. სულხან მოლაშვილთან ერთად სასჯელს იხდის მისი ყოფილი თანამშრომელი გაგი ხვედელიძე, რომელმაც გაიარა აქ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე სპეციალური სამკურნალო კურსი. დღეს ხდებოდა მისი პროცედურულად, როგორც წესი და კანონი მოითხოვს, ისე გაწერა რესპუბლიკური საავადმყოფოდან. თუ მომხდართან დაკავშირებით ბაჩუ ახალაიას პირველ განცხადებას დაუჯერებთ, აშკარა რომ ან ხვედელიძის მკურნალი ექიმი სრულობს, რომლის ინფორმაციის საფუძველზეც მსჯავრდებული ციხეზე უნდა დაებრუნებინათ, ან ბაჩუ ახალაია, რადგან პატიმარი სასწრაფო მკურნალობას და ქირურგიულ ჩარევასაც კი საჭიროებდა. სპეციალიზირებული გეგმიური პროქტოლოგიური ქირურგიული ოპერაცია. მე შემიძლია მოგახსენოთ მხოლოდ პაციენტის სამედიცინო სტატუსზე, სამედიცინო მდგომარეობაზე. ეს შეკითხვა მოლაშვილის ოჯახის წევრებსაც გაუჩნდათ. თუ ხვედელიძე ჯანმრთელი იყო, რატომ გადაიყვანეს ის მეორე დღესვე ქალაქის საავადმყოფოში, ხოლო თუ სამკურნალო, რატომ აბრუნებდნენ მას ციხეზე? ბაჩუ ახალაიასთან მე ესეთი ერთი კითხვა მაქვს, რა ბაჩუ ახალაია გამოდის ბრიფინგს ატარებს და ამობს ესეთ რაღაცას, რომ ხვედელიძეს, გაგი ხვედელიძეს, თქვენ გაქვთ ეს ჩანაწერი, გაგი ხვედელიძეს ჩაუტარდა მკურნალობის კურსი და გადაყვანილი უნდა ყოფილიყო ციხეში. ანუ ის აღარ იყო სამკურნალო. ანუ ის აღარ იყო უკვე სამკურნალო. და გაგი ხვედელიძე 2 თუ 3 დღის უკან აღმოჩნდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაჟა ფშაველას. ორთაჭალიდან ვაჟა ფშაველაზე აღმოჩნდა პატიმარი. ეს დიდი ტყუილია რა, ერთიანი. სულხან მოლაშვილის მხარეთ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს ხელისუფლებამ სტრასბურგის სუნი იყნოს აცხადებს ადვოკატი. ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც უკვე მოახლოვდა ევროპის სასამართლოში მისი საჩივრის განხილვის დრო, მასთან ინტენსიურად ჰქონდათ კონტაქტი სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის სხვადასხვა თანამშრომლებს, რომლებიც ითხოვდნენ მისგან, რომ მას უარი ეთქვა ევროპის სასამართლოში შეტანის საჩივარზე, გამოეტანა საჩივარი, ასეთ შემთხვევაში პირდებოდა, რომ სახელმწიფო გარკვეულ მობიერებას გამოიჩენდა მის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, გამოიძებნებოდა გზები რაღაც ამ სასჯელის შემსუბუქების, განახევრების თუ რაღაც შემცირების მიზნით, შემცირებისათვის და ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ის უნდა მზად ყოფილიყო ახალი პრობლემებისათვის.
ადვოკატის მიერ ნახსენებულ მობიერებას, რასაც სამართალდამცავები მოლაშვილს ევროსასამართლოდან სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ დაპირდნენ, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ძმა თორნიკე მოლაშვილი აკონკრეტებს. ადვოკატების თქმით, სტრასბურგში კერძო პირის სარჩელის განსახილველად მიღება ძირითადად სახელმწიფოს წაგებით მთავრდება. ეს საქართველოს ხელისუფლებამაც იცის. ევროსასამართლოში დღე-დღეზე დაგეგმილი მოლაშვილის საქმის არსებითი განხილვის შესახებ ინფორმაცია ქართულ სამართალდამცავებსაც აქვთ. გენერალური პროკურატურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მოლაპარაკება მოლაშვილის ოჯახთანაც სცადა. პირობა უცვლელი იყო. სულხან მოლაშვილს სტრასბურგიდან სარჩელი უნდა გამოეტანა. თავიდან ვალერი გრიგალაშვილი შეგვიძლია რაღაც ქართულ თანხას თქვა 135,000 დოლარზე იყო მოლაპარაკება. და წავგისის ბინა გვაყიდიეს, მიგვით ის უშუალოდ რომელი ბინა უნდა გვეყიდა, ეს უკვე ძველი არის, ყველას კარგად მოიხსენებათ. ვიყიდეთ ის ბინას 135,000 დოლარის მიერ სიტყვით სხვადასხვა გზებით მოვიძიეთ, მაგრამ ასე ვთქვათ, გადაგვაგდეს, ასე ვთქვათ. მოგვატყუეს, როდესაც უკვე შეამჩნიეს თვითონ ამათმა და იგრძნეს ის სუნი, რასაც მოდიოდა თქვათ ევროსასამართლოდან. ანუ შესაძლებელი იყო სულხან მოლაშვილის განთავისუფლება და შესაძლებელია. იყო შემოთავაზება ესეთი. თუ დააბრუნებდნენ ამ თანხ, არა მარტო ამ თანხას, არამედ ცოტა გაზრდილს და წავგისის ბინასაც. ოღონდ სულხანის განთავისუფლებდნენ, ოღონდ ერთ თვის განმავლობაში სულხანის უნდა გამოეტანა სარჩელი სულხანის. წინადადება ოჯახისთვის მაცდუნებელი იყო. გათავისუფლებული სულხანი და დაბრუნებული თანხა, თუმცა უარის შეთავაზებაზე უკვე თავად სულხან მოლაშვილმა განაცხადა. ბრალდება მოლაშვილს მხოლოდ გათავისუფლებას პირდებოდა და არა უდანაშაულოდ ცნობას. ზეწოლა კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეზე ოჯახის წევრების განცხადებით სწორედ ამის შემდეგ გაძლიერდა. სულხანის პატიმრობაში უთვლდნენ კიდე ამ პერიოდს. უბრალოდ სულხანი ხიდა რომ გამოვიდა და ადვოკატადაც ვეღარ იმუშავებდა. ანუ უდანაშაულოდ ცნობის არავით არ უდანაშაულოდ ცნობის. დამნაშავეც უნდა ეცნოთ, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო ჩუმად. და ფულს აბრუნებდნენ. არა მარტო ფულს. წავგისის ბინასაც. ოჯახის წევრების ინფორმაციით სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი ჯერ ცდილობდა სულხან მოლაშვილის გაქცევისთვის შეეწყო ხელი. 2 კვირის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანილ მოლაშვილს თითქმის არ იცავდნენ. აი სულხანი ინფექციურ საავადმყოფოში როცა გადაიყვანეს, პირველი 2 კვირის განმავლობაში თავისუფლად აბსოლუტურად სულხანის შეეძლო გამოსვლა, ტაქსი გაეჩერებინა, ჩამჯდარიყო მანქანაში და წასულიყო სახლში. მოგვიანებით კი კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის ახლობლების ეჭვით პროვოკაციის მოწყობა უკვე მოლაშვილთან დაახლოებული პირების გამოყენებით სცადეს. გაგი ხვედელიძის გაქცევა ადვოკატების და მოლაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით დაინტერესებული პირების მიერ იყო ორგანიზებული. მოტივი კვლავაც უცვლელი, სტრასბურგში მოსალოდნელი საქმის განხილვა. ამის საფუძველს კი მოლაშვილის მხარეს ბაჩუ ახალაიას რიგით მეორე ბრიფინგი აძლევს, სადაც ახალაიამ ძიებასაც დაასწრო და მოლაშვილის მიერ დაგეგმილი ხვედელიძის გაქცევის სცენარზე ისაუბრა. იმ მომენტისთვისაც საკმაოდ ლოგიკური იქნებოდა იმის განშროთა, რომ ასეთი კონფლიქტის და ასეთი დაპირისპირების შემდეგ ჩვენ უკვე კონსულტაციისთვის მიმართავდით ქალაქის საავადმყოფოს და ადამიანს უკვე რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ციხეში აღარ დავტოვებდით, გავიყვანდით ქალაქში. ეს თავიდანვე შეიძლებოდა ამის ასე ვთქვათ განშროთა და სავარაუდოდ შეიძლება ეს ყოფილიყო ყველაფერი ერთიანი რაღაც წინასწარ დადგმული სცენარის ნაწილი, რომლის ძირითადი მიზანი იყო სწორედ ალბათ ამ ხვედელიძის იქიდან გაპარება. თავისთავად სულხან მოლაშვილმა დაიწყო სავარაუდოდ მონაწილეობდა ახალაიას ეს განცხადება ძიების ორგანოებზე გაცემულ დირექტივად იქნა აღქმული. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბატონი ბაჩოს მიერ დარღვეულია მოლაშვილის უდანაშაულობის პრეზუმპცია და ასევე ეს უნდა იქნეს აღქმული ზეწოლად გამოძიებაზე, იმიტომ რომ ამ ფაქტზე ჩასატარებელია გამოძიება გაგი ხვედელიძის გაუჩინარების ფაქტზე და ის გამოძიება ბოდიშით ნათია უნდა ჩაატაროს იმ საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც უშუალოდ ბაჩუ ახალაიას დაქვემდებარებაშია. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტს ყავს თავისი საგამოძიებო სამსახური და იმ სამსახურის უშუალო უფროსი არის თავად ბაჩუ ახალაია. ანუ ეს არის პირდაპირ უფროსი ზემდგომი თანამდებობის პირი, ხელმძღვანელი თანამდებობის პირი იძლევა დირექტივას წინასწარ გამოძიებისათვის თუ როგორ უნდა წარიმართოს საქმე და რა შედეგით დასრულდეს გამოძიება.
ეჭვი იმისა, რომ ხვედელიძის მოლაშვილის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებულ დავერბოვკებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, ხვედელიძის დაკავებისთანავე გაჩნდა. როგორც მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, მოლაშვილის ყოფილ თანამშრომელს კონტროლის პალატის ხელმძღვანელის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ თავისუფლებას ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ პირდებოდნენ. მთელი დაკავების მიზანი ის იყო, რომ მას თხოვდნენ, რომ მას განეცხადებინა, ვითომ სულხან მოლაშვილმა კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის დროს $300 ქრთამი აიღო გაგი ხვედელიძესაგან და ეს იმდენად სასაცილოდ მეჩვენაო, ამაზე უარი განმოცხადებ. ამიტომ ბუნებრივია არც საპროცესო შეთანხმებაზე ვაცხადებ თანხმობას. ეს იყო მისი პირადი განცხადება ჩემთან, როდესაც ვისაუბრე. გაგი ხვედელიძემ მაშინ მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. დღეს უკვე ხვედელიძის ადვოკატს ეჭვი აქვს, რომ მსჯავრდებულს გასაქცევი პირობები ხელოვნურად შეუქმნას და პოლიცია მას გაქცევის მომენტიდან კვალში სდევდა. ხვედელიძეს დაკავების შემთხვევაში სავარაუდოდ კიდევ 4 წელს დაუმატებდნენ. ეს კი დამცველის განმარტებით უკვე სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლის შედეგად ხვედელიძეს აიძულებდა ჩვენება დაეწერა თითქოს გაქცევის ორგანიზებაში ხელი მოლაშვილმა შეუწყო. სულხან მოლაშვილის მხარე გაგი ხვედელიძის ვაჟკაცობაში გუშინ ჯერ კიდევ დარწმუნებული იყო. მგონია რომ რაღაც ბინძურვარიგებაზე გაგემ ხელი მოაწეროს თქვათ და უახლოეს მომავალში გამოჩნდეს და თქვას რომ აი სულხან მოლაშვილმა დამარიგა როგორ გავხსოვიყავენ რაღაც ისულელეები რომ რაღაც შეთითხნენ. ეს არ მგონია რომ ეგეთი რაღაცა იყოს. მაგას მე როგორ გაიცხოვრებს უბრალოდ აი შინაგანად მე მგონი არ ამგონია აი თუმცა ეჭვი რომ ხვედელიძეს გამოიყენებდნენ მოლაშვილის წინააღმდეგ უკვე არსებობდა. ეს აზრი მის ადვოკატსაც ჰქონდა. ამ ეტაპზე გამორიცხავთ თქვენ საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში თუ გაგი ხვედელიძე სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ შველებას მიცემს და ამის სანაცვლოდ მას აღარ წაუყენებენ ბრალს გაქცევისთვის. გამორიცხული არაფერი არ არის. არ გამორიცხავ. ამიტომ მინდა შევხვდეთ და გაუწიოთ მას კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია როგორ იქნება, როგორც ადვოკატის და როგორც დამცველის? თქვა თუ მას საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ და არ წაუყენებენ 4 წელს დამატებით გაქცევისთვის, ოღონდ ამის სანაცვლოდ მოითხოვენ მისგან მოლაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. თქვენი რჩევა როგორ იქნება, როგორც დამცველის? ჩემი რჩევა არა მარტო გაგი ხვედელიძის მიმართ, არამედ ნებისმიერი ჩემი დაცვის ქვეშ ყოფილი პირის მიმართ არის ყოველთვის ერთი ადამიანმა უნდა ილაპარაკოს სიმართლე და უნდა იყოს წესიერი კაცი. მოგესალმებით. სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა ქალაქის პროკურატურასთან და სასჯელ აღსრულების დეპარტამენტთან ერთობლივად გაატარა კომპლექსური ღონისძიებები საქართველოს ტერიტორიაზე, გადაკეტილი იქნა ყველა საზღვარი და დადგინდა, რომ ძებნილი გაგი ხვედელიძე თავის თანამძრახველებთან ერთად თავს აფარებდა ქალაქ თბილისში დოლიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში. გაგი ხვედელიძეს 7 წელი უკვე მისჯილი ჰქონდა. გაქცევის შემდეგ მას სავარაუდოდ 4 დაემატება, რაც ერთობლიობაში 11-ია. ახალგაზრდა კაცი, როგორც ადვოკატი ამბობს, გატეხეს. ეჭვი რომ გაქცევა სამართალდამცავების მიერ იყო ორგანიზებული, თავად ხვედელიძესაც გასჯენია. ტაქსი, რომელიც დევნილ საავადმყოფოსთან ელოდა და ბინა, რომლის მისამართი ხვედელიძემაც არ იცოდა. ეხლა მივხვდი გავანალიზე, რომ ეს ყველაფერი იყო პროვოცირებულიო და მე ამ პროვოკაციაზე წამოვედი. გაქცევის პირობები თქვა რითი გადაადგილდებოდა. გამოვედი და როდესაც გამოვედი, ძალიან საეჭვოდ მეჩვენაო, ეხლა ვფიქრობ, რომ მაშინ დიდად არ მიმიქცევი ყურადღება, ტაქსიც იქვე დავხვდა, ტაქსი გავაჩერე, მე ვერ ხსნის ვის ბინაში იყო საერთოდ ეს პიროვნება, ვისი ორგანიზებით მოხდა ამ ბინაში მისი ყოფნა. ვერც იმას ხსნის ჩემ შეკითხვაზე, საიდან მოგაგნობა, თქვათ პოლიციის თანამშრომლმა, შენ თუ ესე შენ თვითონ არ იცოდი ვის ბინაში იყავი და როგორ მოგაგნეს, ვერც ამას ხსნის, საიდან მომაგნესო. მოლაშვილის მხარე არ გამორიცხავს, რომ ხვედელიძესთან საპროცესო გარიგების სანაცვლოდ საქმეში უცბად გაჩნდეს ხვედელიძის ჩვენება, რომელიც მოლაშვილს ციხიდან გაქცევის ორგანიზებაში დაადანაშაულებს. თავად ხვედელიძეს კი ამ გარიგების შედეგად გაქცევისთვის დასამატებელ 4 წელს მოუხსნიან ან შეუმცირებენ. შეთავაზება კი გაქცევის შემდეგ მას სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ ჩვენება დაეწერა უკვე იყო. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ოჯახი გაგი ხვედელიძის ვაჟკაცობის იმედზეა. ადვოკატი კი თეთრი ძაფით შეკერილი შესაბამების, რომელსაც სტრასბურგში აუცილებლად გაითვალისწინებენ. თუ პოლიტიკას თავს დაანებებ, შენ სულხან პრობლემები არ შეგექმნება. ეს იყო მეგობრული რჩევები, ზოგჯერ შანტაჟის რჩევები. სტრასბურგში საქმეს ალბათ მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ერქმევა, რაც ჩვენი ხელისუფლებისთვის პრესტიჟულად არ უნდა ჟღერდეს.